სოციალურ ქსელებში დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიუსაფარი და მიკედლებული ძაღლების კასტრაცია, სტერილიზაცია, ვაქცინაციის თემასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტში ბრიფინგი გაიმართა. დეპარტამენტის წარმომადგენელმა თენგიზ ჩალიგავამ განაცხადა, რომ გასული რამდენიმე დღის განმავლობაში მისმა უწყებამ კახეთში, იმერეთსა და ზუგდიდში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამა ტესტირების რეჟიმში ჩაატარა. რა დროსაც გარკვეული გამოწვევები გამოვლინდა, მათ შორის საზოგადოების წინასწარ სათანადო ინფორმირებულობა. ჩაგანაოს თქმით, მომავალში ვეტერინარიის დეპარტამენტი მიკედლებულ ძაღლებზე პასუხისმგებელ პირებს წინასწარ შეუთანხმებს კასტრაცია, სტერილიზაციის დროს და ადგილს. ასევე ძაღლების აყვანისა და დაბრუნების საკითხებს. ამასთან იმ შემთხვევაში, თუ პასუხისმგებელი პირი უარს განაცხადებს ძაღლის გადაყვანაზე, მაშინ ცხოველს ადგილზე ჩაუტარებენ შესაბამის სამედიცინო მანიპულაციებს. თენგიზ ჩალიგავას განცხადებით, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა 3 წელზეა გათვლილი და მთელი ქვეყნის დაფარვას გეგმავს. თუმცა ამ დროისთვის ვეტერინარიის დეპარტამენტი მხოლოდ 3 მუნიციპალიტეტში ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას. გასულები იყო სატესტო, რაც ითვალისწინებდა იმას, რომ გამოვლენილი იყო ყველა ის საჭიროება, რაც იქნებოდა პროგრამის განხორციელების დროს და სატესტო გასულების მიზანი სწორედ ეს იყო, რომ ამ მასშტაბებით, ოდესაც აღნიშნული ცენტრი აპირებს ღონისძიებების განხორციელებას, გამოვლინდეს ყველა ის საჭიროება, რაც შემდგომ პროგრამის განხორციელებას შეუწყობს. სწორედ დაიგეგმა ის, რომ წინასწარ გეგმა გრაფიკის შესაბამისად მოხდება ნებისმიერი ცხოველის გადაყვანა. ეს საკომუნიკაციო საშუალებებით იქნება განთავსებული შესაბამის სოციალურ ქსელში და სურვილის შემთხვევაში ყველას ექნება საშუალება წინასწარ იცოდნენ და არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით ვიღაცამ ეს იცოდა თუ არ იცოდა. და სწორედ ამას ვემსახურებით ჩვენ დღეს ინფორმაციის მიწოდება, ნებაყოფლობითი ვაქცინაცია, თუ ვინმე წინააღმდეგი იქნება ბუნებრივია იდენტიფიცირებული ცხოველის ადგილზე ვაქცინაცია. და შემდგომ კასტრაცია, სტერილიზაცია, ასევე ნებაყოფლობით მიღება ჩაბარებით. შესაბამისად ეს უკვე გამორიცხავს და არის პრევენცია იმისა, რომ შემდგომში აღარ მოხდეს თქვა იგივე გაუგებრობა, რაც მოხდა თქვა ზუგდიდის შემთხვევაში. სურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა სააგენტოების მიერ გავრცელებული არასწორ ინფორმაციას თითქოს მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს მხრიდან რაიმე უკანონობას ჰქონდა ადგილი. მსგავსი ფაქტი არ დასტურდება, ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია. სააგენტოში არსებული კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის. აღნიშნული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სააგენტოს დისკრედიტაციას, მიუღებელია ჩვენთვის. საზოგადოებას მოუწოდებთ ნუაყვებით ცრუ დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს თავიდან ბოლომდე ჩვენი პროგრამის დისკრედიტაციას.